გამარჯობათ მეგობრებო. ყველას გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და კარგად ყოფნას. ეხლა ამ ვიდეოს ჩაწერა რომ დავიწყე. აი, როიტყვენ თათარეახლად ვიღებ რა. რომ ისეთ ემოციურ ფონში ვარ, რომ არ გამეზიარებინა თქვენთვის, არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ და თან ფიქრობდი როგორ მეთქვა თქვენთვის ეს ყველაფერი. ასე მოვიფიქრე რა, გახსოვთ ერთი რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვილაპარაკეთ კარგ სიტყვებზე. ისეთ სიტყვებზე, რომელიც ჩვენ გარშემო ტრიალებს და რო გესმის, მე რო უკვე დადებითად იმუხტები და ნუ ვინც უყურა იმ ვიდეოს, ალბათ მიხვდებით რაზე ვილაპარაკობ და აი დღესაც ეხლა მე მოვიფიქრე რაღაცა სინთეზი გავაკეთო იმ ვიდეოს გაგრძელება მინდა და სიტყვა კარგია. აი ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო. სიტყვა კარგია და ნუ ასეთი შეგრძნება, აი გახსოვთ კახი კავსაძე რო თამაშობს ღვინის, რა ქვია, ღვინის ქურდებში და ის ხო მოიპარავენ და მე სიმღერას რო დაიწყებენ და კახი რო იძახს სიმღერისგან რო სიამოვნებს და კარგია. ეხლა მსახიობებიან და ის როგორ გამოხატა ის გზნობა და ჩვენ ეს კარგიას რო ვიძახით ამ სიტყვას თქვენც ახლა გადახედეთ თქვენ ამბავს, ალბათ თქვენც დაგიჭერიათ ეს მომენტები, რომ ჩავარდები და რო იტყვი რა კარგია და ახლა მეც ასეთ მომენტში ვარ. ხა მართლა აი კარგია მომენტში ვარ და მახსენდება გოეთეს ფაუსტი, ხო? იქ ხო არის რომ წუთო გაჩერდიო, მომენტო გაჩერდიო, იმიტომ იმის იქ რაღაცა კაი მომენტს რო დაიჭერს და მე თხოვს უფალს რომ წუთო გაჩერდიო, რომ ის კარგი მომენტი სულ გაგზერდესო, მაგრამ სამწუხაროდ ეს იცვლება. მაგრამ ჩვენშია ეს ყველაფერი. ყოველთვის კარგ სიტუაციაში უნდა შევეცადოთ, რომ ჩავჯდეთ რა, რო იტყვიან და აი ახლა მე ვიტყვი ჩემ ამბავს და რატო არ ასეთ კარგ ხასიათზე და რატო მაქვს ეს შეგრძნება კარგია. ხშირად უკითხიათ ჩემთვის, რომ კაკო რატო იღებ ამ ვიდეოებს? რა გინდა, რა საკეთებ, რამდენ ფულს აკეთებ? ხო იცი კითხვები. რამდენ საკეთებ კვირაში ახლა YouTube-დან ხომ მოდის რაღაცა შემოსავალი, ალბათ მაგიტომ, ალბათ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ალბათ შენი სახის გამოჩენა გინდა, ან მეკითხებენ რა სარგებელია ამ შენ ვიდეოებისგან რო იღებ. და მე ჩემებური უცბად პასუხობ რა, თავიდან ვითომ ფიქრობი, ვითომ ახლა რაღაც სახელოვანი გახდე ცნობილი და არა, უბრალოდ მე ადრეც ამაქვს ნათქვამი, რომ ყველანი თავისებურ ჩვენ გზას გავდივართ ამ ცხოვრებაში და ყველას რაღაცა შთაბეჭდილება და რაღაც მოგონებები აქვს და ეხლა ჩემი ცხოვრებაც ისეთია, მრავალფეროვანია და მრავალ ადგილას რო დავდივარ, თავისებურად პრობლემებია, დაბკოლებებია, გიხარია, ხან ცუდ სიტუაციაში ხარ, ხან კარგ სიტუაციაში ხარ და მე ვინადა ბევრ ადგილას დავდივარ და ნუ ბევრი ტვინი რო არ შეგეჭამოთ, რატო ვიღებ ვიდეოს, იმიტომ ვიღებ, რომ მე მგონია, რომ რაღაცა ჩემ გამოცდილებას, ჩემ სიტუაციას, ჩემ რაღაც სხვადასხვა პრობლემატურ მდგომარეობაში რო ვარ და რო გადავჭრი, ზოგი ამას სწავლობს, ზოგი ერთობა რო უყურებს, ზოგი უბრალოდ ხშირად უთქვიათ ხოლმე, რა ის სამსახურიდან რომ მოვდივართ, დავიღალეთ ამ რა ქვია, ამ პოლიტიკური იმების ყურები და რო უყურებთ, გვიხარიაო და ასე შემდეგ, მაგრამ მეც ახლა თავისთავად მიხარია მაყურებელს, მეგობრებს, ვინც უყურებენ და თუ რაღაც სარგებელს იღებს და ერთ სიტყვით ჩემთვისაც კარგია, იმიტომ რომ შინაგანად გონია კი არა რომ რაღაც კარგს აკეთებ და კარგიდან მერე უკვე სხვებიც რო კარგს იღებენ და კმაყოფილებას იღებენ, ალბათ ეს ამისთვისაც ვაკეთებ რა, მოკლედ რო ვთქვათ, კარგისთვის და შეძლების დაგვარად მომზადებისთვის და ნუ ცხოვრებისე ჩვენ ახსოვ ქვია ცხოვრებაში ერთად ვიაროთ და ნუ ჩემი პასუხი ეს არის რომ მინდა რომ ადამიანებმა სარგებელი და კარგი ნახონ ამ ვიდეოს ამ ყურებიდან გამომდინარე თავის ცხოვრებაში სასარგებლოდ და კარგად გამოიყენონ ის რასაც აქ ნახავენ. მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი რომ როდესაც ხარ სარგებელი სხვა ადამიანებისთვის ალბათ ესეც ძალიან კარგია. და რატო დავიწყე წეღანაც თქვი, უნდა გამეერთიანებილა ეს ლაპარაკი და ახლა მე აი რეალობაში გაჩვენებთ. ესე იგი, სასწრაფოდ ამჭირდა, ახლა ნიუ-იორკში მივდივარ
და მოგესწრებათ ახლა ჩვენ ხო დავდივარ და მე ჩემ დისპეჩერს თხოვე რომ რაღაცნაირად ნიუ-იორკში უნდა წავიდე, ერთი 4 ადგილას უნდა მივიდე, რაღაც სასწრაფო საქმე გამოჩნდა. სხვადასხვა ორგანიზაციებში და საერთოდ ტრაილერებს ღორებს ძალიან გვიჭირს ნიუ-იორკში, ნიუ-იორკის გარშემო პარკირება. ადრე დარებით ადვილი იყო, შეიძლება ნიუ-იორკში არ გეპოვა დასაყენებელი ადგილი, მაგრამ აქეთკენ გამოხვიდოდი რაღაც მიყრუებულ ქუჩებში თუ იპოვიდი და აყენებდი, ან სტეიტენ აილენდისკენ, ან ნიუ-ჯერსისკენ მოდიხარ და ან რესტარიაზე გაჩერდებოდი და წახვიდოდი 2 დღე ან 3 დღე დაგჭირდებოდა და მოხვიდოდი და წაიყვანდი ამ მანქანას, მაგრამ მანქანები რო გამრავდა და ეს მოსახლეობა უკვე ძალიან გაჭირდა. მაგრამ მაგას კიდევ არ აუშავ, მაგას კიდევ მოახერხებ, მაგრამ საქმე იმაშია რომ აი მაგალითად რესტარიაზე რო გაჩერდე და ერთ დღეზე მეტი თუ შეგამჩნიეს თუ შენი მანქანა დატოვე და თქვა 10 საათია 12 საათი გასული ხარ, ეთქვა შეკრულები არიან ის რესტარიის უფროსები და ისინი და უძახიან მე აი ეს მანქანები რომ მიყავთ ხოლმე და მიყავთ მე საჯარიმოში და რო გამოიყვანო მანქანა $3000 უნდა გადაიხადო. ვიცი ახლა ეს ვისი დავალებით არის, მაგრამ ნუ წარმოიდგინეთ რა $3000 რო გადაიხდე რაღაც 10 საათის და 8 საათის გაჩერების გულისთვის და ნუ ძალიან მოუხერხებელია. მე მხრივ ახლა ძნელია ხო, მაგრამ ახლა რამდენი ადამიანი ცხოვრობს ნიუ-იორკში ტრაილერი ძღოლები ის და მე ესე წავიდა ისე რომ ნიუ-იორკის გარშემო და ნიუ-ჯერსი არის ადგილები, სადაც უკვე მანქანის დადგომაში თქვა 2 დღეა 3 დღე 5 დღე რაღაცა თქვა ზოგი ქირაობს ადგილს და მაგაში იხდიან ფულს. მაგრამ მე ხო ნიუ-იორკში არ დავდივარ თუ არ დამჭირდა რაღაცები და დავიწყე რეკვა. ასეთი გარშემო არიან კომპანიები, რომელშიც ამ მანქანის დაყენებაში ფულს იღებენ, მაგრამ რეკავ ხანიკა არის ადგილი. იმენა დღეს ან რომელ დღეზეც მე მინდოდა 2 დღე მჭირდება ახლა ნიუ-იორკში ყოფნა, მაგრამ ნუ ვერა რა, მაშინ ესე იგი მე უნდა წავსულიყავი სადღაც აქეთკენ ნიუ-ჯერსში 100-150 მაილი ჩორ სადღაც აქ და უნდა წავსულიყავი და ის ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული და ამ დროს ჩემ მეგობართან ეს დავილაპარაკე რა, წავიწო, რადგინაო კაცო ეგ დაურეკეო GA კომპანია არის ასე ცნობილი ქართველების ტრაილერების კომპანია. ზოგჯერ ტელევიზორში და იმაში გამოდიოდნენ, წარმატებულები არიან და რა ვიცი რა მომერიდა, მაგრამ ავდექი და დავრეკე და მეთქი იცით რა არის მეთქი აი ერთი დღით მინდა გაჩერება მეთქი ვუხსენი რაღაცა და შენ ვინახარო და მე ესა და ესა და არა ცხენია რო კაცო მოდიო ისე დადექი რამდენი დღეს მეთქი არა კაცო მე იმას გავაკეთებ რაც არა როგორ გეკადრება შენგანო იმდენი რაღაცები ისე გვიხარიაო შენი ყურებაო და მოდიო და პრობლემა არ არისო და ეხლა კი ჩამაყენა უხერხო მდგომარეობაში, მაგრამ გულში თქვი, ვა, რა კარგია. კარგია, აბა რა, ეხლა ამხელა თავსატეხს მომაშორა და ბოროს წარმოიდგინე ხარჯები ისა და მაგარი ის არის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ ეხლა აქ საცობებში და იმებში მოვხვდი და მინდოდა დღისით მივსულიყავი მაგათ ადგილას, გამეცნო ამ GA-ის კომპანიის ხელმძღვანელობა მადლობა მეთქვა, მაგრამ სამწუხაროდ ვერა ღამე ჩავდივარ სადაც 10 საათზე თუ 11 საათზე და ნუ დილით რომ ნიუ-იორკში წავარ მე იქიდან და მე შეიძლება საღამოს თუ მოვედი მე მანქანის წავ შეიძლება მან დიყვნენ და არ ვიცი ნიუ-იორკში როგორ გამიგზელდება საქმე, მაგრამ აი შეგრძნება რომ კარგია და არ ვიცი ძალიან დადებით ვარ და დამუხტული და მადლობის მეტი რამე თქვის და ვიცი რომ ეს კომპანია GA ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს ჩვენ თანამემამულეებს სამუშაოებს აძლევს ეხმარება და ტრაილერების ბიზნესია და უსულო წარმატება. დანარჩენი ვნახოთ ეხლა მე შემდეგ ვიდეოში აბა თუ შემხსნენ იქ რაღაცა დაცვა ყოლია და დაცვას უნდა ამ ჩემ მანქანის სურათებს მისცემენ და შემიშვებენ, მაგრამ მე წინასწარ მინდა მადლობა გადაუხადო და მინდა რომ როგორც ქართველ კომპანიას, ქართველ საზოგადოებას და აი იმისთვის იმ დადებითი ემოციისთვის რაც ახლა მე მივიღე და რო ვიძახე კარგია, ამისთვის დიდი მადლობა გამოუცხადო ჩვენი არხის სახით. მეორე ხა დავრეკე ხა მეორე საქმეზე უნდა მივიდე იმასე რაღაც პატარა საქმე მაქვს
და ურეკავ ეხა რუსული ორგანიზაციაა და მეთქი აი ხვალ უნდა მოვიდე მეთქი და შენ რაგვარი სახარ შენ აკაკი გეგენა ვახარო მეთქი ხო და ქართულად მეუნა მეთქი ვაიმე მოდი გელოდებით მეთქი რიგი არა მოდი ნებისმიერ მე აქ მუშაობ და გიორგია და ხვალ მივა მაგასაც გავიცნო უში ფიქრობ იქ რაღაცა რიგია და მაგრიგს მოგიგვარებ კაცო შენ ოღონდ მოდიო და მე ყველაფერს გავაკეთებო და ამ დროს ისე ვიტყვი რა კარგია ორე საქმე ჩვენ თანამემამულეს პატარა რაღაცა გავუკეთე და მაღაზიაზე მივდივარ კიდე და რო დავრეკე ჩამოვდივარ მეთქი გაუხარ და ისე და სიხარო და სიხაროს გამოხატა ნუ ეხლა რაღაცა უნდა წამეღო რაღაცა და მირეკავს 9 საათში იცოდე აკაკი შენ რომ მოხვარ აქ უნდა დარჩე ჩვენთან სახლში მე ჩემი ვიღაც იძაშვილები მამიდაშვილები 15 კაცი უნდა შეგხვდე და კაი პატარა პატივი უნდა გცეთო არა მეგცო მეთქი რა პატივი უნდა მცეთე არა სუპრა უნდა გავშო მეთქი არა მე მეჩქარება ძალიან მეჩქარება და არა არ მაინტერესებსო ნუ ჭიდაობა წავიდა ჩვენ შორის გულათიად გითხრა მართლა ამსალია ძალიან მაგრამ მეჩქარება მაგრამ გუში ფიქრობ რა კარგია კარგია კიდევ ერთ ცოტა რაღაც საქმეზე ვიყავი და რო დავრეკე და მეუნებია ყველაფერი მოგვარებულია შენი მოსვლა არ არის საჭირო როგორ კაც უჩემოთ როგორ მოაგვარეთ იქ იყო და ყველაფერი კარგად არისო და ისევე შეგზნება რა კარგია აი ასეთ ამბებში ვარ ჩემო მეგობრებო და როგორც დავიწყე ლაპარაკი ხო რა მაგარი სიტყვა კარგია და კარგიას რომ მოყვება ის შეგზნება აი კახი კავსაძე ამბობს აგით მეგობრებო დაგემშვიდობებით აი თუ ნიუ-იორკში რაღაცა საინტერესო იქნება არ ამგონია უკვე რაღაც ნიუ-იორკში ვიქნები ეხლა რომ მივა ღამე დილი და 4-5 საათში ისე უნდა გამოვარდე იმიტომ რომ ეს ტვირთი მომაგდა ვიცით როგორ აქ ყველაფერი წუთებზეა დამოკიდებული მაგრამ საბოლოო ჯამში კარგია კარგი დაგემშვიდობებით მეგობრებო და სულ კარგ ამბებში ყოფილიყავით მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე იმედია საინტერესო იქნება კარგად